უმრავლესობის შიგნით, რაც საკვირველი არანაირი დაპირისპირება არ არის ცალკეული განცხადებები ან პოზიციები, რომელიც ჯანსაღი მშელობის და დებატის ფორმატში ხდება. ბუნებრივია დეპუტატები, რომელიც მაღალი თავისუფლებით და მაღალი პოლიტიკური დამოუკიდებლობით ხასიათებიან, მათ აქვთ უფლება, რომ ნებისმიერ საკითხზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვან. ჩვენ არა ვართ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ერთი ტექსტით მეტყველებს და ერთი ადამიანის დიქტატით მოქმედებს. გუნდის შიგნით არსებობს ორგანიზებულობა, შეთანხმება, კონსენსუსი, თუმცა როდესაც დებატები არის და არის განსხვავებული მოსაზრებები, ამასაც ძალიან მშვიდად და ძალიან ჯანსაღ პროცესში ვისმენ და ეს ძალიან ნორმალურია. მე გამიჭირდება კობილაევთაშვილის ქმედებების პროგნოზირება ამაში ექსპერტებთან გამოდგენა. თუ ეს მას შიგნით აქვს პრობლემები, იქ ეძებოს პრობლემა, სადაც აქვს. მე სიმართლე გითხრათ, ამ საკითხებით ნამდვილად არ ვარ დაკავებული, ვინ როგორ აფასებს და რა ინიციატივებს წერს კობა დავითაშვილი. ისეთ ველოდებით, რომ კობა დავითაშვილი უმრავლესობას დატოვებს. აი რო გითხრათ, რომ ამით ვცხოვრობ დღე და ღამე, ასე ძალიან გადამეტებული იქნება. არ მაინტერესებს ეს თემა საერთოდ. მე მგონია, რომ საკუთარ თავთან მოდის ბატონ გიორგი წინააღმდეგობაში. ლოგიკური იქნებოდა თუ კი ბატონ გიორგი ამას ღიად განაცხადებდა მთავრობის დომაზე და თანაც ეს ისეთი საკითხი ხა მე არ მინდა დრამატიზირება სიტუაციის, მაგრამ შრომის კოდექსი არ არის ჩვეულებრივი კანონი. ეს არის ფუნდამენტური საკითხი, ბალანსია დაცული თუ არა არის თუ არა შრომის კოდექსში, ეს ფუნდამენტური საკითხია და თუ ვიცე-პრემიერი ასე თulis რომ ასეთი მიუღებელი შრომის კოდექსია, მინიმუმ ვიცე-პრემიერობიდან უნდა გადადგეს. მე სხვა რამ უფრო საწყენი დავინახე მის გამონათქვამში. და ეს იყო ორი ფრაზა, კობა დავით სერგეენკო აკეთებს უფრო მეც, ვიდრე აკეთებს კობა დავითაშვილი, ან ოდესმე გავუკეთები. ეს იყო გადახაზვა მთელი ჩემი ცხოვრების ერთი დიდი წითელი ხაზით და მართალი გითხრათ, მსგავსი შეურაცხყოფა პირდაპირ მინდა ვთქვა, მე არც ერთი მკაცრი ოპონენტისგან არ მიმიღია.